მახსოვს სულ ეხლა ხან 50 წლის წინათ მაზრის უფროსი ვარად სტუკოვი ამოღողდა ჩვენთან მაგრამ ამოყავდათ თურმე დათვით გადასახადის შესაკრეფად ამოსულიყო ერთხელ გამოგვიცხადა გადავწყვიტე საკენი სოფელთა სიიდან ამოვშალო აღარ არსებობს დღეიდან საკენი საკენის გლეხების საცოდავი გროშებისათვის ვერ გადმოვლახავთ 9,8 მდინარესო ეს სისულელია ისერით გიტეხიათ დათვებისათვის მიმინდვია თქვენი გადასახადის შეკრებაო და მართლაც ამოშალეს ჩვენი საკენი ქვეყნის სიიდან როგორც არ არსებული კი მაგრამ როგორ ცხოვრობ ბაბუაშანგე თუ კი არ ვარსებობ ცხოვრობს როგორც ხედავ ამ ჩვენ აფხაზეთში ის მაზრის უფროსები კი თვითონ ამოშალეს ამ ქვეყნიდან მაშასე გახსოვდეთ თავარი საქმე ჩვენთვის ახლა მოსავალი თქვენ როგორც აგროტექნიკოსებმა ფართოდ უნდა დანერგოთ მეცნიერება ჩვენი სოციალისტური სოფლის მეურნეობაში გისურვებთ წარმატებას სამხანაგეთ გამარჯვებით კარგად იყავით ნახვამდის ჩვენ ერთად წავიდეთ სადურში გამარჯვებით შენ ჯერჯერობით არ გეფშვიდობედი ამ ხანაგო მირბა ჩვენ კიდევ ნახავთ ერთმანეთს არა გადავწყვიტეთ დღესვე გავემგზავრო ამ ხანაგო ალექსანდრე დღესვე საკენში განაადრიან გაზაფხულზე საკენში ასვლა შესაძლებელია ნახევარი ქვეყანა ფეხით შემომივლია და საკენშიაც ავახცევ როგორ ყველა მოკლებილიკები კარგად ვიცი ისე რომ ეხლა რა ვარ საკენში ომმა შეგვიშალა ხელი თორემ გზა დიდი ხანია გაყვანილი გვექნებოდა არაფერია მალე დავასრულებთ ავანაზღაურებთ დანაგლის გზას თუ გავიყვანთ საკენსაც მალე ავაყავებთ წელს თუ არა გაისათ აუცილებლად დავასრულებთ შეგიძლია ასე გადასცე საკენელებს გმადლობთ სამხანაგო ალექსანდრე დღესვე გადასწყვიტეთ ასვლა დღესვე დიდი ხანია სახში არ ავყოფილვარ ორა ჯიუტი ხარ გისურვებ კეთილ მგზავრობას საკენში საკენში რამთა უნდა გადაიარო ჩექმები არ ჩეკვება ფეხში შველი ახვალ როგორც ზღაპარში არა ჩანდაბას ეგ საკენი რა ჩაცები ხარ ამხედავ რა სოფლები გვაქვს აფხაზეთში ერთ მეორეზე უკეთესი ლამაზი და მდიდარი დაეხსენ ადვილისად ხმელია მაგრამ მე თუ იქაური ვარ პირდაპირ უნდა გითხრა ვერაფერი შვილია შენი მიყრუებული საკენი მართლაც ყოველ მის ხსენებაზე ხალხთან უნდა გაწითლდეს კაცი კი მაგრამ რამ გადაისროლა იქ ადამიანი რა შმაკმა იყვანა იქ კაცი რაც იზამ რაც არ უნდა იყოს მაინც ჩემი ბუდია აბა კარგად მენახ გამარჯვებით
ეს ვინა? ციდან თუ ჩამოგვინდა? ალბათ ქალაქიდან მოდის. ეთყობა რა გახსნება? ამას ეხლა შევიტყობ. საკენელებს გაუმარჯოთ! რეჯი გამარჯობა. დაკარგული გვეგონე. სხვა როგორ ახარ? საკენი ადგილზეა? წარმოიდგინე ადგილზეა. ჩვენ აქ უშენად მოწყენილი ვიყავით. მამა როგორ არის? კარგადა. დაიკო, ვარსკვლავებითა. შანგერი როგორ არის, ა? სიკვდილზე დარფიქრობს, ერთ-ერთს კიდე. განა, ბევრი არ არის ერთი კაცი საუკუნე ნახევარია? ამბობს რომ არაო. გამა. ესო როგორ სწრაფად გაირბინათ რომ? გაირბინა? პირიქით. ძალიან ნელა მიდიოდა. შენ არც გამოცდილ ხარ, ისეთივე ხარ. გამა. საკენშია ერთი ხალი მე იმ ხალზე დამსაtvahali გულზდანე თო როგორ ცვალი გახდა ჩემი სადიგრალი ხალი ოქრა ხალია ხალი და რა ხალია ხალი და რა ხალია ესოვი ჩამოსულა. ერთი სასიძოც მოგებათა. საკენშია ერთი ხალი მე იმ ხალზე დამსაtvahali გულზდანე თო როგორ ცვალი გახდა ჩემი სადიგრალი ხალი ოქრა ხალია ხალი და რა ხალია ხალიდა რა ხალიხა ენდე რომელ ხალზე ისევ იმაზე კამბაზე
მამაც საკენელს ჩემი სალამი. ო, რაშიდ? ელოდები ვინმეს? რაზე მეკითხები? აბარა, ჯერ აცკი ჩამოსულ ხარ და უმალვე წყაროსთან გაჩელი ხარ. შეყვარებულთა ადგილზე. გამიგონე. იქნებ ვინმეს უცდი, ა? წავიდე. სჭანდებოდე. წყალზე მოსვლას ვის დაუშლი? არა, ისე. გაგეხუმრე. საგენშია ერთი ქალი მე იმ ქალზე დამცა თვალი მართლა დაბარებული ვით არ მოვიდა? ვითომ რატომაც არა? რაშიდ გონია პაემანზე მყავდე დაბარებული. ასეც რომ იყოს მერე რა? ნუ თუ ვინმეს ემარცხუნება ჩემთან შეხვედრა. კესოუს ემარცხინელ. მე? რატომ? რა ვიცი? კაცნი ვარ. შენ მას მოსწონ ხარ. მე კი? გაზაფხულია უკვე. გესო. კარგია საკენი გაზაფხულს. მიყვარს. სწორედ გაზაფხულზია ახალგაზრდა, სიცოცხლით სავს, მაგრამ გული მტკივა მას. რა არის ასეთი? იქ ბარში ნათესების ვარსავი დღელავი. გამშვენდენა გაიზარდნენ ჩვენი რაიონის სოფლები. ისე გამდიდრე რომ სულ მსუბუქი მანქანები დასრიალებენ. ტრაქტორები კამეჩებზე მეტი აღმოაჩნდათ სათოლაფში. ერთი სიტყვით გამდიდრდნენ. და საკენი შეგშურდა? არა, წინს, გული მტკივა. აბა თქვი რითი ვარ ჩვენ მათზე ნაკლები? ჩვენ კი არა ვართ ნაკლები. მიწა გვაქვს სული. მიწას ალერსი უნდა. ალერსი? ჯერ ერთი მიწა როგორც პატარძალი მოფერებას ალერსს მოითხოვს. მეორეც გულით მოვლა უნდა, ფოსფორიტია საჭირო. რა ცოტა რა მოინდომე. სად ვიშოვნით საკენში ფოსფორიტს? ვიცი სადაც არის. ხომ ხედავ წყალობის მთას. ჩვენ მას ნაყოფიერების მთად გადავახთ. რას ასე ცილო ხარ? აქ ამბობდი სასწაული არ არსებობსო. ნუ იცი გამა. ოდესღაც ჩვენთან ერთ რუს მეცნიერს უცხოვრია. მას ბევრი უფიქრია ჩვენი მთის შესახებ. მის ნაწერს აი აქ ვინახავდი, შენ წერილებთან ერთად. 1000 ჯერ გადავიკითხავდი ხოლმე. გამოვიღე. მე თვითონ დაგვინახავი.
მოგვიწეს დიდი მადლობელი უნდა ვიყოთ. გამარჯობა. კარგი ქაღალდი კი მოგვიტანა. ერთი ამოვიდნენ გნახონ და მე რესტერონ ასეთ ქაღალდები. ჩვენ უნდა შევასრულოთ მოწერილობა. მოსავლიანობა უნდა ავწიოთ საკენში. მე ნიადაგი როგორია გეკითხები? აი მესაქონლეობა სულ სხვა საქმეა. ჩინებული საძოვრები გვაქვს. ან ნადირობის საქმე ვთქვათ. რამდენი ბეწვეული გეკარგება? იცით რა შემოსავალი ექნებოდა კოლმეურნეობას? რა ვილაპარაკო. ხოდა ასე მივწერ. მის სამართი შექსლიათ. საკენში არასოდეს არ მოსულა 500 ფუთიანი მოსავალი თქო. ნუ აშკარდები ნიკო. მოიფიქროთ. ხალხს შევეკითხოთ. შენ რა სიტყვა გასაურ? ნიკო მართალია. ასეთი მოსავალი ჩვენში არ ყოფილა. იმიტომ რომ მიწას ჩიჩქნიდნენ. ხოლო თუ მას მოხნავთ ისე როგორც საჭიროა, შეიძლება 500 ფუთიც ავიღოთ. ამიტომ ჩვენ მომხრევართ ამ მოწერილობისა. კეთილი. ძალიან კარგი. დაბრძანეთ. გაგვაცანი შენი გეგმა. არა. ახლა არა. ხვალმობრძანდით მინდორში. ბრიგადის წევრებთან ერთად მოვილაპარაკოთ. აციაჯობებს. საქმე სერიოზულია და მისიას ერთბაშად გადაწყვეტა არ შეიძლება. აი, შაგერიც მობრძანა თავისი შთამომავლობით. მთელი ბრიგადა. ეს რა განუზრახავ შენ შვილს, იაგო. საკენში 100 ადრე არასდროს არ გამოსულა მსახნავად. მიწა უკვე მზად არის ამ ხანაგება, გამარჯობა. ხრიოგი მიწა შეხვდა კოსტა, ხრიოგი. ნელი დასახნავია. ესო. აბა, აიწყე. ბრიგადირის შენახა. ასე ჯობია. კეთილი. ამ ხანაგებო. დღეს ჩვენი მინდვრად გამოსვლა დიდი მოვლენა. რატომ არის დიდი მოვლენა? განა ჩვენამდე არ ხნავდნენ და არ თესდნენ, ხნავდნენ კიდეც და თესდნენ კიდეც. მაგრამ ჩვენ გვინდა რაღაც ახალი დავანახოთ ხალხს. აი რა სურვილებით გამოვდივართ წელს მინდვრად ამხანაგებო. 100 ფუტის ნაცვლად 500 ფუტის იმინდი ვალუყანოთ ჰექტარს. ოჩახესო, ნამდვილი ბრიგადი კარგი საქმეა. ბრიგადირიც ასეთი უნდა. 500 ჰექტარზე. რასამ დაუჯერებელია 500 არ შევწერებია. 100 მახსოვს. მადლობას მოგახსენებთ თუ ასეთ სასწაულს მოახდენთ. ვის არ უნდა ასეთი დიდი მოსავალი, მაგრამ ხომ იცნობს საგენის მიწა შვილო? არ მოგცემს 500 ფუტს. ვერაფერს მოუხერხებთ აქაურ მიწას. სწორედ იმიტომ ჩავიქნიეთ ხელი ჩვენს მიწაზე, რომ მისგან მამა-პაპაც ხეირი არ უნახავთ. და გადავწყვიტეთ ბერდს ჩვენ ავნახავ. ნაკელს ვერ აუხვალს, ნაკელს. ეგ შენ უგადარდებს, ანტონ. აგერ აი იმ ნაცრამთას ხომ ხედავთ? მოხუცებს უნდა გახსოვდეთ. ოდესღაც ჩვენთან სოფელში უცხოვრია ერთ რუს მეცნიერს. ექიმობდა აქ ჩვენში, მომკვდარა. რატომღაც ყურადღება მიუქცევი ამ ნაცრამთისათვის. აი, ნაწერებით დარჩა. შეხედეთ? ბუნებრივი ფოსფორიტები სოფელ საკენში. გეგმაც აქვე არის. ამ თაზე ვფიქრობდი ყველგან ყოველთვის, ფრონტზე, ქალაქში, დღე და ღამე. მოვაყაროთ ჩვენ საკენის მიწა და დამერწმუნეთ, რომ შესანიშნავ მოსავალს მივიღეთ. რას ამბობ? კომისიის გამოძახება მოგიხდება და დაღუპულ მოსავალზე აქტების შედგენა. რატომ? რას ამბობ? მე თვითონ ვცადე. მახსოვს ის რუსი გვირჩევდა, მაგ მთის მიწაყანებს და ბოსნებს მოაყარეთო. სინჯად და სიმინდის ნაცვლად ჩალავიღეთ. სუდად გიცდია. ფოსფორიტის გამოყენების წესი არ გწოდნია. შენ დარიდება მე არ მჭირდება, შვილო.
ეგამაგლია სიმილის მოყვანა მასწავლა. შენ რომ ამ თეფსიქით გაგახედა და დაგანახვა ბარში რა ხდება? მაგას არ იტყოდი. ხალხს მსოფლიოში არ გაგონილი მოსავალი მოყავთ. თემურტარბა, კვაჭახია და სხვები 1500 ფუტს იღებენ ჰექტარიდან. ხომ ხედავ მაგ ციცაბოზე ხავსიც კი არ იზრდება. უბრალო ხავსი. ერთი ხია და ისიც მრუდე. ხალხის ცოდვას ვერ ვიკისრებ. ვერ მოაყრი ყანას მაგ ნაცარა მიწას. თქვა დავით შენ ამ საკითხში მართალი ხარ და ამ თიდან არაფერი გამოვიდა. კი, მაგრამ ყანის დამუშავება მოვლა თავის დროზე ხნა, თესვა, მარგვლა მონდომებით, მთელი სულით და გულით. განა ეს ცოტაა? ხომ გაიგეთ? ჩვენ კი ასე არ ამუშაობთ. ხელი ჩავიქნიეთ ჩვენს მიწაზე. ომში საშინელი მტერი დავამარცხეთ. თან მსოფლიოს სასწაულები დავანახვეთ. ხო და, ნუ თუ მიწას ვერ მოვერევით, თუნდაც საკენის მიწას. დღეს პირველნი გამოვედით სახნავად. მოდით და ერთსულოვნად მოვკიდოთ საქმეს ხელი. თუ კი მთელი ჩვენი ქვეყანა წინ მიდის. განა ჩვენ შეფერის რომ კუთხში მივჩანჩალებდეთ. აბა, ერთსულოვნად მოვკიდოთ საქმეს ხელი. შეუდგეთ მუშაობა სამხანაგებო. არ უნდა ჩამორჩა. რა თქმა უნდა კარგია. ისე ვატყობ, მოსავას კი რა შავქვას ავიღებ. ნაცარა ქვას. ჰადო, მოდი. ჩვენი დივანიც ახლა და კოლმეურნეობის თავმჯდომარის მაგიერიც. შენზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული. გამიგონე კოსტა. წინადადება შემოაქვს ორგანიზებულად მოვკიდოთ საქმეს ხელი. გამოყავი მუშახელი, ურმები, შეატყობინე ხალხს. კოლმეურნეობისათვის ეს ხომ უფრო ადვილად მისაწვდომი საქმეა. რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი საქმეა. მაგრამ არც ისე იოლი. უნდა მოვიფიქრო, მოვისაზრო. რა არის აქ საფიქრები? ბარში სუპერფოსფატს 1000 კილომეტრიდან ეზრდებია. ესო. ნამდვილად დარწმუნებული ხარ ამ თაში? მას როგორ? ჩვენ ამ თას ნაცრად ვაქცევთ. თუ გვინდა ამ ცუდ მიწაზე ადამიანური ცხოვრება, უეჭველად უნდა გავანოყიეროთ. მაგრამ საიდან ავიღოთ სასუქი აირაშია საქმე? არც გზები, არც ხიდები თვითმფრინავით ხომ არ გადმოვიდან. აგერ კი შეხედე. მთელი საწყობი თვალწინა გვაქვს. ჩემი რჩევა ასეთია. მოვითათბიროთ ქალაქში აგრონომებთან. ლაბორატორია საჭირო. ანალიზი. მერე და გაზაფხული? წელს თუ არა გაისად მოესწრები. მოაჩქარდები. იმოქმედეთ დაკვირებით და მოსაზრებულად. ესო, შენა, გამარჯობა. გამარჯობა. ნამდვილი ვაშკაცი ხარ. პირწავარდნი ბაბუა შენი ხარ. არამანი. ისიც ეგრეთი იყო. ხვაზე რომ დაგესვა, გაუჩინა გააჩენდა. შენს ისეთი ხარ. აბა, ვინ ჩაგაგონა 500 ფუტის მოყანა? როგორ გითხრა? ცხოვრება ახლა ჩვენი ასეთი. მეტად უცნაური იყო, ცხონებული. ბაბუა შვანგი. სიმინდის ყველაზე საუკეთესო მოსავალი რამდენი იყო ხოლმე საკენში? 60, 80. ყველაზე დიდი მოსავალი 100 ფუტს არ ამეტებია შვილო. ნაცარა მთისა თუ გაგიგონია რამე? მახსოვს, როგორ არ მახსოვს. სულ ეხლა ხან 40 წელი იქნება რაც ერთი რუსი მოხელე სული იმ თასთან ჯახირობდა რაღაცას. რომელ მთასთან? აი იმ ნაცარასთან. მერე? მერე მოკვდა საწოდავი. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს. ზღაპრები იქნება. მაგას ისაჯობიან მოდი ჩემთან და თოფის წამლის კეთებას გასწო.
მე თამბაქოებს მშვიდობა აბა გოგონებო მე ამბეთ როგორ არის თქვენი საქმე როგორ ცხოვრობთ რას აკეთებთ ვის ეთვი ვის უყვარხარ როგორც ხედავ მუშაობ მე და სოლომონს არებრალები ცუდ არა ამისთან ახელები განახშისრებოდე შენ უმისტენა გოგონე ისაჯობებს წყალია მოგვიდა ხედავ როგორ ჯავრობს სოლომონი მაგაზე მეტად ჩემი ძმა გაჯავრდება ძმა ეხლა იმას მაგისტრის არ სალია თავშესაქცევის საქმე გამოიგონა ის დანაყვანს აპირებს თურმე ფასალაღი მიწასულა მოაღარა შენ რაც რახახებ აქ ცარიელ კასრი ესო უჩენი სასაცილო გახდა უღური არ ჭკუის გოლობს ესო მას ვაპირებს თის დანახვას როდინში ხარ გაგიღებულა აბა დასხეთ გოგონებო ჰენდე ჰოპ შენ გონია მარტო რაშიდი დასცინის ასე ნუ თუ შენ მართლა იმედი გაქვს მაგ ხისა ვინ აღმოჩინა მასში ფოსფორიტი ვიღაც უსაქმურს რაღაც ჩაუწერია რვეულში და ბოლოს ისიც თამბაქოს მოსაწევად გამოუყენებიათ შენ კი ფიქრობ ეს საკმარისია რა გინდა მაგის თხო ნიკო მეგობრულად გეუბნები რა ჯანდაბა გვინდა სეკენდში რეკორდების დამყარება ვერ შეძლებთ თქონია რა მნიშვნელობა ექნება ამ ერთ სიდა ადგილზე და ხრიო გორაკებზე მოყვანილ მოსავალს მთელი ჩვენის ქვეყნისათვის აი მესაქონლეობა მესმის გეგმასაც შევასრულებთ შემოსავალის დიდი გვექნება ყველა სოფლებში და კოლმეურნებებში რომ შენსავით მსჯელობდნენ ხომ არ შესრულდებოდა სახელმწიფო გეგმა განა თბილისსა და მოსკოვში ჩვენი მარცვლეული მათ სათვალავში არ შეაქვთ განა ჩვენ მათ ვავიწყდებით სტები ნიკო არა ხარ სწორი არა ხომიცი რომ არაფერი გამოვიდეს ყველა სასაცილო გახდები ეგ შენ უგადარდებს დაგვრცინებს ის ვისაც თავის შეწუხება ეზარება ხო და ცხოვრების მშვენიერება კი მაგაში როდია კამა ცხოვრებაში როგორც მდინარეში ჩქერიც არის და ტბორიც ჩვენ კი სწორედ ჩქერში უნდა ვიცუროთ ჩქერში
შუაღამია. მოსკოვი. მახსოვს მოსკოვთან შეჩერდა ჩვენი ეშელონი. ასეთივე მთვარიანი ღამე იყო როგორც დღეს. ასევე მოვერცხლილი იყო მდინარე მოსკოვი. უცებ ვიღაცა მას თქვა, კრემლი მოსჩანს აქედანაო. მე უმალსახურავს ავიჭერ, მაგრამ იქ უკვე ეტევა აღარ იყო ხალხისაგან. ყველა გახურებდა კრემლის დასანახავად. მეც ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფრით თვალი ვერ მივაწვდინე. ალბათ ვერცხვები ხედავდნენ, მაგრამ ცდილობდნენ როგორმე დაენახათ კრემლის კონგურიანი კედლები. თანაც ყველა განციფრებული და მოხიბლული იყო იმ თვალსაწიერის მშვენიერი სანახაობით. უცებ გაისმა ვიღაცის ხმა. სადაც არის სინათებს და ამხანაგ სტალინსკი უთუოდ არ სძინავს ახლა. ერთხელ დილის 5 საათზე დარეკა ჩვენ შტაბშიო. მე შევიცადე სანამ ჯარისკაცები სულ არ ჩავიდნენ სახურავიდან და შემდეგ დიდხანს გავყურებდი იმ მხარეს, საითაც მაჩვენეს კრემლი. სუდათ ხნა მამა. სუდათ. 20 წარ არის. ცოტა ღრმათ აიღე. ნუ არცმენ ბრიგადას. ნუ თუ ასე გაწუხებს 2 სანტიმეტრი შვილო. 2 სანტიმეტრით მეტი სიღრმე კარგია და 2 ნაკლები კი ცუდი. კარგი შვილო, კარგი. კიდევ დაიგვიანე? მთელი ღამე არ მიგზინია. სვამთი. არა. ვერ ვარ კარგად. მუხლებში მტეხს. ხან ცერი მეტკინება, ხან ნექსი გამკრავს. ტკივილი, როგორ ტკილი ისე დახტის ხელტაში. ბრიგადას არცმენ ანტონ. აცე საქმეს ვერ გავჩარხავთ. რას მაშინ ეგ მაგ ბრიგადით? მე თავისუფლება მიყვარს. ერთი ეს მითხარი. რომელ თავისუფლებაზე ლაპარაკო? უსაქმოდ ხეტიალზე? ჩემს გვაზე მინდა ცხოვრება. ისე ველაპარაკებით თვითონ პირველად მოვყავდეთ სიმინდი. აი რას გეტყვი ანტონ. თუ გემძიმება ჩემ ბრიგადაში ყოფნა, გამშვიდობისა. ძალაც არ ავისვატან. მაგრამ მე სანანებლად არ გაგიხდეს. მიხდი? რა გამიწყალე გული საყვედურებით? შენი ბრიგადის გარეშეც გავძებ როგორმე. არაფერია, შენთვისაც მოვიცი. ჰეი, კესო! თისაფეთქებას როდის შეუდგები? მალე, მამაცა, მალე. აი, დავბრუნდები ქალაქიდან და ავაფეთქოთ. ყოველივე ახალი ხალხს თვალში ეჭხირება, კესო. ადვილად არ ზერა, შემდეგ კი დარწმუნდებიან. ეი, რაში? ამბობენ ეგ შენი ბედაური გუშინ ვიღაცის დამძღნეულ კიბეებზე აგიჭელებია. ბიჭო, ჩემს სახს ვერ ვაგრებ თუ არა, სხვისას თვითონ ცხენი მივაქროლებს. ის ჯობია ჩვენთან შემოხვიდე ბრიგადაში. ვისთვის? მიწერო ჩიჩქნო? ჩიჩქნო კი არა, უნდა მოხნა. თავმჯდომარესთან ვარ შეთანხმებული. ფეხსაცმელების სახელოსნო უნდა გახსნა საკერის ზეთუნახავებისათვის. მობრძანდი ჩემო ადამურ, მობრძანდი. ერთი ჭიქები მოგიტანეთ თუ ხალი ხარ? ეს რა არის ადამური? ამ წლის არაკი. უებარი წამალია გაციების დროს. ვიფიქრე მოუხდება ჩვენ სამაფრთხო და წამოიღე. სწორი ადამურ, ამ წლის არაკი მისწრება ქარებისათვის. ჯანსაღისათვისაც მარგებელია. შეგახურებს. ამბობენ კლდის საფეთქებას იწყებსო. წამალს უმზადებს მიწას. სოდვილო. ეს შენ საქმეს გაუმარჯოს. იცოცხლე, იაკობ. კარგი საქმეა, ძალიან კარგი. ჩვენ მაკლდეს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდით. ო? ვინ უფრთხილდებოდა? განსვენებული მამა ჩემი ამბობდა, ეგ კლდე კი არა, საუნჯია. მუდამ გვავალებდა მაგის მოვლა პატრონობას. ეგ ხო ჩვენ გვეკუთვნოდა.
რა შემოსავალი მოგელისკესო. რა შემოსავალი? რა შემოსავალი? მე რა შუაში ვარ? აბა რა? შენ წამოიწყე? შენ მოისაზრე? შემოსავალი შენი უნდა იყოს. გინდ კილოგრამებით გაგიყიდია, გინდ ფუთობით. მაინც 10,000-ობის ანგარიში. რა ათასები? მე რაიონის საქმეა. ამტრიელოდები და ხიდე. თუ გაყიდვას ვერ მოახერხებ. დიდ ჯილდოს მაინც მოგცემენ თბილისში. აღმოჩენა. რას ამბობ, ადამურ? არ მესმის. თქვენ ხომ იცით, მე თქვენთვის უცხო არა ვარ. ჩვენ ნათესაობა გვაკავშირებს. მართალი ხარ ადამურ. აბა როგორ? საკენში ამბობენ, ხეფესვითაა მაგარი, კაცი კი მეგობრებით. როგორც მოგეხსენებათ, ეგ ნაკვეთი კლდიანად ჩემია. არა. უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენი საგვარეულოსი იყო. მართალია მას შემდეგ კარგახანია გასული, მაგრამ არის ხალხი ჯერ კიდევ ცოცხალი. მათ კარგად იციან თუ ვის რა ეკუთვნათ. ხო და თუ სამართალი არსებობს, მატყლდის შემოსავალი მეც უნდა მერგოს. ერთი სიტყვით თქვენი იმედი მაქვს. პირთან მიტანილ ლუკმას ხელიდან არ გამაგდებიებთ. სიამტკბილობითა და კეთილად გავიყოთ. ისე რომ ერთმანეთს აფერი ვაწყენიებთ. ადამურ. არ მესმის, ვერ წარმომიდგენია ჩვენ დროში. რა ჭკუაში უნდა მოგივიდეს მაგისთან აზრი. გასაოცარია პირდაპირ, გასაოცარი. თუ მართლაც სასარგებლო გამოდგა კლდე, ეს მთელი კოლექტივისათვის იქნება კარგი. რა შუაში ვართ აქ მე და ჩემი ოჯახი. ანდა ჩვენი ნათესაობა. როგორც ვატყობ, არ გამოგიძინია ჯერ ადამურ არა. ასე შეუძლია იმჟელოს მხოლოდ იმან, ვისაც ძინები 70 წლის განმავლობაში. ის დრო აღარ არის ადამურ და არც ის ხალხია. არა ადამურ არა, სუდად მოქმედობ შენზე ან წლის არაღით, სუდად. ყველა ბრიგადები გამოიეს სამუშაოდ, კესო. სხვა? როგორ არის ბრიგადაში საქმეები? კარგად. ახლა უჩემოთაც გაწვდებიან საქმეს. მამა მიხედავს. მე კი გადავწყვიტე ქალაქში წასვლა კოსტა. რა სიტყვი? ოჩახ, მე უნდა მეხოდა შენ დამასწარი. ძალიან კარგი. დაწერე ქაღალდი. თანახმავარ. ოჰო, ახალი შექმნები შეგიკერავს. მე მომხრევა რომ საკენში ყველა მატაროს კარგი შექმნები. არც მე ვარ წინააღმდეგ. რა იქნება რომ შენ თვითონ წაიღო ბიჭა ქალაქში? ის ხომ შენი საგვარეულო ის ბიჭა? მიწაც და ის მთაც ჩემია. ეხლა შემოძმო, გამოდის რომ იქიდან დიდ ქონებას ამოკაჩავე. მერე და შენ რა? ეს საური უჭკუ არ გეგონოს. ხომ გაგაცურა? გაგცაცვა. გამოდის რომ გამცარცვა. მე კი მეგონა როგორც ნათესავს დამინდობდა. დიდი გაქექილი ვინმეა. ამბობენ ნახევარი ქვეყანა ფეხით აქვს შემოვლილი. ის ისეთი არა შენც რომ გაგინაწილოს. გამიგონი ადამურ, როცა კესოური ქალაქში დააპირებს სასვლას, გამოვცვალე ბიჭა. ნამდვილი კი შენ თვითონ წაიღე. მე ვიცი სად არის მსგავსი მიწა. ხო და ჯილდოდ შენი იქნება და პატივისცემაც. წარმატებას გისურვ. შვიდობით გამ. რატომ შვიდობით? არა, ნახვამდის. პირიქით, მთელი გზა შენზე ვიფიქრებ. ქალაქში? ქალაქშიც.
მოდის. ესო. ადრე მოსული სტუმარი, კარგი ფეხისაო, ასე ამბობენ საკენში. ხომასია. კი, ასე ადამო. დრო არ მაქვს, ქალაქისაკენ მეჩქარება. მოიწვიე. გზავრის პატივისცემა მასპინძლის მოვალეობა. თხოვ ესო. ძალიან გთხოვ. გარკი, ოღონდ ჩქარა. აბა, ხანდარ, მიეფრთხენ. მოვძანდი. მივძან. აბა, მოდიგენ ცერა. ბატატე ალდე შენებურად. ეხლა რა, ყველაფერი იქნება. ორი ყველი, ხორცი. აბა, ადამო, დატრიალდე შენებურად. არაყი? სისხლში გიხურებს. ანტარ. აბა, დაიწყე და მე ეხლავე მოვა. აბა. მეც მეჩქარება ბრიგადაში კეთო, მაგრამ მინდა მაინც გაგაფრთხილო. ჩვენი გზა ძალიან საშიშოა. ისეთი გზა, როგორც ხაბაში. მარცხნივ უბსკულია, მარჯვნივ თარი. შემდეგ გადადიხარ სამართებლის პირზე. და ეს სამართებელი ველზე მეტია. ნამდვილი მგლის ხახა. შმაგის ხიდიაო, თაბრუს დაგახმებს. შექშლით, სულ სამოგადრობს. შემდეგ უნდა ნახო. ახლა ის მირთი, ენაცალე. ძნელი გზა მოგერის. ცხამთა და მდინარე უნდა გადაიარო. არაფერი ადამო. ჯარისკაცი ყველაფერს დაძლევს. აბა, მეჩქარება, უკვე დროა. კეთილი მგზავრობა. მადლობა, წელსალო. ახლა კამა უნდა მოატაცებიოთ რაშიც და კეთ. კამა, რომელი ხარ? მე ვარ რაშიდი. არ გადმოხვიდე. დაგვინახავ. სხვებს რას დავეძებ, რაც უნდათ ისი ფიქრო. თუ ასეა წავალ. დაიცა კამა, თორემ გადმოხვდები. არ გადედო. ნუ თუ არიცი. ხელი ღამეები აქ დგევარ შენ სახლთან. არ ვიცი. საათობით გიცდი აქ. მერე? ვინ დაგავალა? მიყვარხარ კამა. არც გაიფიქრო რაშით. ტატი. კამა, მიყვარხარ და რა ვქნა? თავს რათ იწუხებ? რავო? ჩემთვის ადრეა მაგაზე ფიქრი. მე უნდა ვისწავლ. როგორ? შენ სწავლა გაკლია? ვალთ მაქცოვ კამა. მიზეზის ახლად მოვლენილი აგრონომია. ყველას თვალს უხებს და შენს თავბრუდა გაქვია. ის თაზია შეყვარებული და არა შენზე. პატი მოყვარია, სახელს ეძებს. კამა. მიფრთხილდი კამა. ია. ქალის ნაბაჩი გახვევას რა უნდა? ხელად ფხენზე და უნდა თუ არ უნდა, იმ ღამესვე გახდება შენი ცოლი. არ აღასიზა. და გემება ბახეში. მართალი ხარ ანტონ, მართალი. კი, მაგრამ პასუხისგებაში რომ იმცე? რასაუბრს? მოგი 10 წლიანი საქმეა. ხომ არ გაგიჟდი. გაათებ თუ არა ღამეს ეწერქვეს, თვითონ დაიწყებს მტკიცებას რასიტი მიყვარსო. მეტი რა გზა ექნება. მუდამ ასე ყოფილა საკენში. ბიჭო, დედა შენი ხომ მოტაცებულია? კი, აბა. ბებია შენი? ისიც. პაპა შეცაც ხომ მოტაცებული ყოლია? მერე? სადღა ძველი დრო?
გადავარდა რაინდობა საგენში ჩემო ადამო. არც მასია საქმე ჩემო ანტონ. მოგიკვდეთ რაში და ეპნოს კესორმა ქალაქის გზა რაც ჩადაბრუნდება აი ამბები დახვდება ყავში ვდგევარ ცეცხლი ვიგინია არც კამა არც მთა კამას არსად გაექცევა ამბობენ მიწიცავს ეტოვარავი ამშო ავაკი ესე გაუფრინდა არამ სტუკავა მიწას გაუფრინდა ვაი რავო როგორ თუ გაუფრინდება სხვა მიწა დაიღო რაში სხვა ხომ არ გაგიჟდა არა ის არ გაგიჟებულა ხოლო აი შენ ვერც გიგრძნობ თუ როგორ ვცდილობ შეთვის მას მიწა შეუცვალეთ რავო შეუცვალეთ ეგ რა ვასკაცობა რა ჩაგიდენიათ მაგრამ მე არა ეგ რა ჩაგიდენიათ ლუკმა გავარდეს ჩამში ჩავარდეს ადამური თვითონ წაიღებს ნამდვილ მიწას ხვალ მოვაყაროთ ესნაც არა თამბაქოს ნერგებს საცდელი ნაკვეთი გვექნება დილით ადრე წავიდეთ კარგი კამი არ დაიწიანო არა ამ გზით დადის ხოლმე სახლში აგრე დაიმალეთ იმ გორაკცით როგორც კი დაუსტვენ მომესველეთ გაიგეთ აბაჩქარა საცოლე ხელში ყავს რაში ხელში ჩვენი მედი კონდეს მაგრად იყავი ვაი დამლევია ამბობენ სწორედ აქ ბუდობდნენ საკენის ჭინკები შენ ეხლაც მოგონებ იმ ჭინკებს გელოდებოდი კამა მინდოდა გამეცილები რაც წუხდებოდი როგორ გონია არკმა რაღაც მაწვალე გეყოფა ხუმრობა მეჩქარება გამიშვი ვერცად ვერ გაგიშვებ დღესვე ცოლად უნდა გამომყვე მოხჭა და გათავდა ეს არ მოხდება შენ რაშიც ვერ იცნობ მაშინე შენ დღეს ვერსად წამიყვარ როგორ მოტაცებას ხო არ მიპირებ მარა მეტისადან აღარ შემიძლია აღარ მეკითხები მსურს თუ არა ცოლად გამოყვე მოტაცებულს ვიღარ შეხედავს ჩვენი ერთჯერ ჟღამის გათევა საკმარისია საკენისათვის თავს ვერსად გამოყოფ პირველი კესური ტყვის შენზე უარს კესური არა მგონია და თუ ისიც ასეთი აღმოჩნდება მე თვითონ ვეტყვი უარს კესურს დიახ კესურს უიმისოთაც გავძლებ შენ კი რა პირით გინდა გამოჩნდე სოფელში რას ეტყვი ხალხს როგორ განამე რითმე ვარცხვენ მამა პაპა დაადათებს ო შენ არა ის ადათები შეგარცხვენენ ძველი დრო აღარ არის რაშით ხალხიც გამოიცვალა არც საკენია ძველებური არც სხვენ სოფელს დაფიქრდი რაშით რა დროში ცხოვრობ შეხედე რა ხდება გარშემო შენ ეხლა მთვრალი ხარ ბიჭო ეგ რა მოგწვია რაშით თავ დავიწყებით მიყვარხარ გამა ასე არ უყვართ რაშით ასე მხოლოდ შეურაცხყოფენ ქალს როგორ შემიძლია შეურაცხყოფა მოგაყენო მე ვაშკაცი ვარ ვაშკაცი ნამდვილი ვაშკაცები შეხედე რას ჩადიან 900 იქით მიაქვთ მიწა გასასინჯად რატომ არ იხმარები მათ ვის კესურს რა შუაშია კესური ეს ხომ მარტო მისი საქმე არ არის
ეს საერთო საქმეა კოლექტივის. რატომ შენც არ ერევი ამ საქმეში? რითი ხარ შენ კესოურზე ნაკლები? რას ამბობ, გამა? არ გამაგიშო. თუ თან გაგვიმართლა, წარმოგიდგენია რა ბედნიერება გვეწევა. მთელი ეს კუთხე აღვავდება. არაფერი არ გამოვა, გამა. რატომ? იმნაც არა მიწის არ ჩენაგჯერა. აბა? დახედე? აი, როგორი მიწა, ოქროა. რომ გაგვიმართლოს? შენ იცი, გამა? ეს ორ სხვა მიწა წაუღია. როგორ თუ სხვა? შეუცვალეს. სტყუი. გეფიცები. ვინ შეუცვალა? როგორ? რა გუშველება რაშით? მიშველა რამე? რა ვქნათ რაშით რა? კესორს უნდა დავეციოთ. ნამდვილი ვაჟკაცობაც ეს იქნება. ჩქარა. ჰეი, კվել, რა ინდებო? რაბერია, მოკლეს ფილმე? რაბერი ხარ? ხენები და ახლა აღარ იყოს, ხენებზე. სადარი? ხენები მოგბარეს, აიქა. ჭინკებმა ხوار მეიბარეს ჩვენს ხენები. მაგ როგორ შეიძლება ამთა? უღურე რაში დასუღურე? ყოჩა, რაში ყოჩა? ნამდვილი რაინდია. უჩვენოდ გაშარხა საქმე. უკვე მახესია გამული. ავსი ვდგევარ, შეცხრივი კიდია. ნიკო, აი კვანტონი. რა უბედურობა შეგვემთხათ რო ხელის? რა მოხდა? სოდა გადავკარით რაშიდთან დაბაკაირა და გვემართებოდ. რა საჭიანურებს თქვი ჩქარა? დაიხურება ის სულელი. რა თქმა უნდა, ასეთი საქმისთვის ახლა ხელს არავინ გადავუცავს თავს. აღარ იტყვი რა მოხდა? ნიკო, გაიგე? გაიგო. გამა გაუტაციეთ. რაო? გამა გაუტაცნიათ? 30 წელი იქნება რაც ასეთი ამბები არ მოხდა რა საგეში. შეგვაცხვინა. რაშიდმა? აბა, როგორ მოხდა ეს სამარცხვინო ამბავი? როგორ გაბედა? სული ჭკუის ხიზელი არ არის და თავს ამოიკითხე. მე შენ სად იყავი? ხარს ვერ უშველე? ვის ხონდა მაგის თავი ჩემონიკო? ფუდრები ვიდგედი და მე და ადამურ. თორე მაგაზე მოვედიებდი. შენ გეწოდინება საწაიყვანა. რა იცი საწაიყვანა? დეიდასთან გადიყვა და გადაღმა. აბა, ჩქარა ცხენები. იცნობთ რაც ახლა. თქვენი ხელისურევია შიქთორემ სად გაგონილა ერთკაც ხალი მოეტაცოს. აბა რა სამბობ იაკობ. ხმაურზე რო გაგვეღვიძა თვალი მოვკარეთ რაშიდი ძლივს ეწევოდა კაბას. ისე ბარდაკ ვიაჭერებდა ცხელს. ანტონ, გაგვიტეხი გზაგვიჩენე. რა სამბობ ძლივს დავათრევ წელს გასა. ჩქარა ანტონ, ჩქარა დრუანით მეც გასა. კატა მოიბარა და წელს ყავი გააბერესო ისია ჩემს. გამარჯობათ. გამარჯობა. კესო უსაკეთ ხომ არ გაუვლია? როგორ არა? დიდი ხანია გაიარა. სად იქნება ახლა?
აბა, სარგესავით უნდა გამიპრიალო, სხვა რო გამოჩნდეს. ქორწილში მივდივარ. ისე გავაფრიალო გენაცვალე. სხვაც გამოჩნდეს და ზეცაც. ეს ალბათ მისალოცად ნიგაკ. არა, მიწა. მიწა? ხო. ძალიან ძვირფასი მიწა იქნება. ძალიან. ნამდვილი სარკია. ხნას დაივარწ. მართლა მიწა. მადლობ, კარგად იტან. ხარისხი? ხარისხის რა მოგახსენო? გამოსარკვევად ჩამოვიტანე. თა დიდია? ძალიან. აგრონომს დამიძახეთ. ფოსფორიტს ჩვენ სანთლით ვეძებთ. თუ ეს ნამდვილად ფოსფორიტი გამოდგა, იცი რას ნიშნავს ეს ჩვენი რაიონისათვის? გონი ბედმა გაუღიმა საკენს. ფოსფორიტის ნიშნები აღმოჩენილი. ფოსფორიტი? საჭიროა საჩქაროდ შემოწმდეს. როგორ? საკენში უნდა ავიდე? არა. აი ნიმუში. ანალიზი უნდა გაუკეთდეს. ამხანა გომირბა. სამწუხაროდ ფოსფორი არ აღმოჩნდა. ვერაფერი ვიპოვეთ გარდა აი ამ ჩიბუხის. ალბათ თქვენია. მას თამარ გაამართლა. არა, მხანაგო ალექსანდრე. კი, მაგრამ თა ხომ დიდია. დიდია. მას სადამე მე მგონია ნიმუშიც რამოდენიმე ადგილას უნდა იქნას აღებული. მართალი ხარ მხანაგო ალექსანდრე. 2-3 ადგილას უნდა აიღოთ სანიმუშოდ და ჩამოიტან. თქვენ თვითონ მოგიხდებათ საკენში ასვლა. საკენში? მე ხომ ახლა უამრავი სამუშაო მაქვს. კვარტალური გეგმა, ანგარიშების ჩაბარება, ცნობების წარდგენა, განრიგი. რა სიზამ? ჩქარა დაასრულეთ. და საკენში ასვლა მაინც მოგიხდებათ. შენ გული არ გაიტეხო მხარაგო მირბა. ზოგს გონია რომ თქვენ ყველასაგან მოწყვეტი უნით ცხოვრობ. ეს არ არის მართალი. თქვენ მარტონი არ ახართ. მთელი ქვეყანაა თქვენთან ერთად. აი, საბჭოთა კავშირი. ბებერთელ, სოფლიოში უძლიერესი სახელმწიფო. თქვენ კი მისი ნაწილი ხართ. იცხოვრეთ და იმუშავეთ ისე თითქოს ცხოვრობდეთ და მუშაობდეთ მოსკოვში. დიდი სტალინის გვერდით. გასაგებია? ბოლშევიკური სულისკვეთება ყველგან აღწევს. იგი ძლევს ყველა მთებს, უღელტეხილებს და მდინარეებსაც. გამარჯობა. გამარჯობა გესაური. ადამური სად არის? ადამური? როგორ შენ არაფერი გაგიგია? არა. რაიონში დაიყვანეს. რაიონში? ხო. განაკლისი აღმოაჩნდა. პასუხისგებაში მისცე. რამ ჩაგაფიქრა გესაურ? ისე 1000-ნაირი აზრი მომდის თავში. რანაირი? ყოველნაირი. Uneva su hadu gorgoti, kami do Siberia, Stalini.
კაცო! გამარჯობა. ანალიზი როგორია? ნაცარამ თისახმე როგორ არის შვილო, კარგად. ახლა ვიგიამბობ. აგვიანში. ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით ახლა. თქვენი იქ საკენელებს უმთავრობაც არ აგიშავთ რაო, მითხრა მყანაგმა ალექსანდრე. ომამდე თქვენი საქმე არც თუ ისე ცუდად მიდიოდაო. პირველი საქმეა წესიერად მოხვნა, დაფარცვა, გამარგვლა, ყველაფერი დროზე და როგორც საჭიროაო. ხოლო რაც შეეხება მთას, აქვე ადგილზე უნდა შემოწმდეს. ასე გადაწყვიტეს. ხოდა ასეთი რჩევა მოგცა. აი, დადგენილებებიც გამომატანა. მოსკოვიდანაა, კრემლიდან. ბრძანებულებაც აქვე არის. შენს მოხსენებას კესოურ, ხვალ პარტიულ კრებაზე მოვისმენ. გარდა ამისა, გამგეობის ხდომაზეც განვიხილავთ. ასე არ არის, ნიკო? რა თქმა უნდა. დადგენილება და ბრძანებულება ყველას უნდა გავაცნოთ. საერთო საქმეა. ასე არის. საკო. ანტონ. თუ იცი, ეს ვისია? ადამურმა დაკარგა ეს. ადამურმა? ხო, მამა პაპეულია. მამა პაპეული? ხო. შენ გამოცდილი კაც ხარ, ანტონ. ერთი ეს მითხარი. უნამუსობა თუ არსებობს მამა პაპეული? არ ვიცი. მაგის არაფერი არ გამეკება. გადამურზე უარესია. სოფელს არწმეს, სოფელს. ანტონი იმდენსი ზამს ადამურს ამოუჩდება გვერდში. ეგენი ორივე თავსაღებულები არიან. უსიამოვნება შეგვეთხა. რა უსიამოვნება? კამა მოიტაცეს. მოიტაცეს? ხო. რაში დმა? ხლად გადავაბრუნეთ აკაურობა და კვალს ვერ მივაგენთ. იცი რა, ნიკო? ვისაც არ უნდა იმას ვერც მოიტაცებენ. ჩვენ დროში თავს რომ მოატაცებიებ, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ აქ სურს. რაიონიდან იქნებიან, ქალაქიდან. მაშას არის საკენი. სწორედ ეს არის. ნამდვილი საკენი. შეხედე, კამადა რაში? სალამი. ჩვენ ამათ აქვეძეთ. ესენი კი ქალაქში გაპარულა. ხედავ, კამარა მხიარულია. კამარა რაღაც გასაფრიალებს. მათში საფუთი იქნება. ალბათ. ხელი მოუწერია. ალბათ. ყურეთ ამათ. კამა. ჩვენი მთა პირველი ხარისხის გამოდგა. აი მომართვათ სოფლის საბჭოს სახელზე. ჩამოვიდა კესო. ჯავრობს. გულმოსულია შენზე. ჩემზე? რატომ? აი ნიკო, ფოსფორიტი. ნამდვილი საკენის ფოსფორიტი.
გესპორიტი? დაფქვა შეუდგებით. მიწას მოვაყრით. ახავთ რა მოხდება მხარაგებო. გესოუსადღა. ჰა? წადი მოძებნე. ეგ როგორი ფიქრა ჩემზე გესო? შენ უნდა მოელაპარაკო მას. დავალ აქედან ნინო. სადაპირებ დასწროს კამ. ქალაქში. ქალაქში? დავალ. ვისწავლის. მადლობა ღმერთს, სკოლები ყველგან ბევრია. მხოლოდ ერთი ნადვრა მაქვს. 3 წლის შემდეგ დავბრუნდე. ყველანი გნახოთ. საგენიც ვნახო როგორ შეიცვლება. სხვა მე არაფერი მინდა. კამა. კამა. მალე მეორეს მოფრინდება. მანქანები მოაქვს. შეხედე. ჩანს კარგად ფრენშვილო. ერთი მაგის ფრთებს შეხედე ბაბუა, 2 წვილი აქვს. არწივსაც კი არ აქვს, 1 წვილზე მეტი. თქვენთან საჰაერო გზად საქმეო გზის შესაფერისი ყოფილა. მოფრინავდა თითქოს გრანტებზე მგზავრობდნენ. განჯღრებს და განჯღრებს. სულ დამავიწყდა. კაბინაში მგზავრი მყავს. მოდით ნახეთ. საიდა? ზავრი? საინტერესო ვინაი. არავინ შევს კაბინაში? მოვედით ამხანა გვაგრანოვო. დროა. გაიღიდე. საგენია. დიახ. საგენ. ხილად ამხანა გვაგრანოვო. უკან ფეხი დავბრუნდე. ჰა? დიახ. იმრჩენია ფეხი დგავიარო ბასიმგლის ხახა დათვის ეშვი და თუგინ ეშმაგის ორმოშიც გადავეშვები და თქვენი სავიაციო ხაზით კი არ მისაგებ. ხოლოდ ხმელეთით უღელტე ხილებით გასაგებია. გასაგები. დიდად მოხარული ვართ თქვენი მობრძანებით ამხანაგო აგრონომო. გამარჯობა. გამარჯობა. საუბრძაით ამხანაგო. მობრძაი. გამა. რაშიმა ყველაფერი მიამბო. როგორ შეგეძლო ასეთი ფიქრა ჩემზე? მაპატიე გამა. ყველაფერი ისე რაღაც უჩვეულოდ მოეწყო. მართლაც და უჩვეულო იყო ეს გაზაფხული საგენში. ესო შემოდგომაც არ იქნება ჩვეულებრივი გამა. აბა ურბები მოიყვანე ჩხარა და ჩაიბარე მანქანები. ქვის საფქოვითის კვილი უნდა გავმართოთ. გასაგებია.
სასწაულია. მერთმანის სასწაული. თითქმის საუკუნე ნახევარია ცხოვრობდა. ჩემს სიცოცხლეში ასეთ სიმს არ შევწრებია. კარგი. ეხლა აბახი დავიწყოთ. ვინც ამ ვერცხლის თავს ჩამოაგდებს, უფლება ეძლევა აქვე მიართვას ის თავის შეყვარებულს. ასე იცოდნენ ძველად. აჰა, შვილო. Sniperia.
უყურებ ამ თეფს და მეჩვენებ თითქოს ამ თეფს იქით ვხედავდე კრემლს